მშვიდობისა მოკლედ გაგაცნობთ დღის მთავარ თემებს, რომლებსაც 9 საათისთვის გიმზადებთ. ინციდენტი ქუთაისში საქართველოს პრეზიდენტს გზა გადაუკეთეს. მიხეილ სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივ ოფისთან შეკრებილებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და შენობის დატოვების საშუალება არ მისცეს. მოგვიანებით შეხლა-შემოხლა დეპუტატებსა და აქციის მონაწილეებს შორის გაგრძელდა. ნაციონალები ფაქტს ქართული ოცნების მხარდამჭერთა მიერ დაგეგმილ პროვოკაციას უწოდებენ და მმართველ გუნდს არეულობის მოწყობაში ადანაშაულებენ. 9 საათზე ინციდენტის სამსახველი ვიდეო მასალა და ჩხუბი ქუთაისის ცენტრში. ტალიბანიზაცია და მგრეველთა ბანდა. პრეზიდენტი ქართულ ოცნებას ღიად აკრიტიკებს. არჩევნებიდან ორ თვეში ქვეყნის პირველი პირი ისევ მგრევასა და წარსულზე ალაპარაკდა. ივანიშვილის კოალიციის გამარჯვება სააკაშვილი დროებით მოვლენას უწოდებს და მმართველ გუნდს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მარცხს უწინასწარ მეტყველებს. მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში რით პასუხობს უმრავლესობა პრეზიდენტს, რომელიც ყველა საერთაშორისო ტრიბუნიდან კოჰაბიტაციის აუცილებლობაზე საუბრობს. ნიკა გილაური, ალექსანდრე ხეთაგური, ნიკა გვარამია, ალექსანდრე ხეთაგური, კახა დამენია, რუსთავიორის გენერალური დირექტორი და ყოფილი მაღალჩინოსნები დაკავებულები არიან. მათთან ერთად აყვანილები არიან ასევე თელასის დირექტორი და შპს ელენდებ სერვისის ხელმძღვანელი. ჩამოთვლილ პირებს ქრთამის აღებასა და დოკუმენტაციის გაყალბებაში ადანაშაულებენ. 9 საათზე ვინ და რატომ გადარიცხა წინასაარჩევნოდ $1 მილიონი ფინანსთა სამინისტროში. პანკისელების მიმართვა ხეობაში მცხოვრებნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ლაფანყურის სპეცოპერაციის გამოძიების გაჭიანურებაში ადანაშაულებენ. ადგილობრივებს აინტერესებთ, რატომ რჩებიან დღემდე თანამდებობებზე პირები, რომლებიც აგვისტოს სისხლიან ოპერაციაში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ. 9 საათზე ღარიბაშვილის უწყების პასუხი და საქმე, რომელიც მინისტრს პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი. ეს და დღის სხვა მთავარი თემები ნახეთ ზუსტად 9 საათზე, მე სწორედ ამ დრომდე გემშვიდობებით. დროებით.